დეკანოს გიორგი მამალაძის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება ასეთია მედიკოსების განცხადებამ. სასულიერო პირი ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. ამ ეტაპზე მას კვლევები და მკურნალობის კურსი უტარდება, ის მედიკოსების და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ადვოკატის ცნობით, მაღალი ტემპერატურის მიზეზი პნევმონია გახდა. ინტერესების დამცველის გარდა დღეს დეკანოსის სახალხო დამცველმაც მოინახულა. ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, ხომ არ გაუკეთებია ექიმებს ბოლო განცხადება ამ დროისთვის? არა, ლიზა, ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ გამხდარა. ჩვენ ველოდებით სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებას დეკანოს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისთვის ჩატარებული კვლევის შედეგებზე. გუშინ გვიან ღამიდან მას შემდეგ, რაც პატიმარის სასჯელსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მას ჩაუტარდა გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას გადატანილი აქვს გულის საკმაოდ რთული ოპერაცია, რჩება სწორედ კარდიოლოგიურ კლინიკაში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ და უახლოეს პერიოდში გამოკვლევები ვერ დასრულდება, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, ზოგიერთ მათგანს 24 საათი სჭირდება. აქ ისევე როგორც გუშინ მთელი ღამის და დღევანდელი დღის განმავლობაში ამ დრომდე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ჩაფიძის გულის ცენტრში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით კვლევები ამ დრომდე გრძელდება, რადგან ზოგიერთ მათგანს დაახლოებით 24 საათი სჭირდება. სრულყოფილი გამოკვლევებისთვის კარდიოლოგიურ ცენტრში სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ექიმები, მათ შორის ინფექციონისტი და ნევროლოგები იყვნენ გამოძახებული. ტარდება აუცილებელი კვლევები, აუცილებელი კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ. ამჟამად მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რაც გაჟღერებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოირიცხა და გრძელდება მკურნალობა. როდესაც ყველა მონაცემები გაანალიზდება, მას შემდეგ უკვე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება შემდგომში. დეკანოს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს სახალხო დამცველიც გაეცნო. ჯანანუაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადვოკატებმაც მოინახულეს. როდამდე დარჩება სასულიერო პირი კლინიკაში, ეს ამ დროისთვის უფლებადამცველებისთვისაც უცნობია. გამოკვლევები გრძელდება იმის გამო, რომ მას გადატანილი აქვს მძიმე ოპერაცია გულზე და უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება გულთან იყოს დაკავშირებული და ამის გამო, როგორც მთავარმა ექიმმა განგვიცხადა, 24 საათი ჭირდება კვლევას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მწვავე შეტევა გულთან დაკავშირებით არ არის. დავინტერესდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. დეკანოსი მხნედ არის, ბრძოლას აპირებს, ანუ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენ ველოდებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება უახლოეს დღების განმავლობაში. დაკავებული დეკანოზის მონახულების საშუალება უფლებადამცველების გარდა არავის მიეცა, მათ შორის არც სასულიერო პირებს. სამედიცინო ცენტრში მამა გიორგი მამალაძის ახლობლები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ შეკრებილი, თუმცა ინფორმაციას ისინიც მედიისგან და ადვოკატებისგან იღებდნენ. მამას გულის ოპერაცია აქვს გადანატანი, ორჯერ ქონდა კლინიკური სიკვდილი. ამის შემდეგ, ოპერაციის შემდეგაც რამოდენიმეჯერ იყო ისე, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და ეხლა ამ ემოციის და ასეთი სტრესული მდგომარეობის შემდეგ, ალბათ თქვენ თვითონ დაფიქრდით, როგორ შეიძლება, რომ ადამიანი არ აღმოჩნდეს აქ. დეკანოს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ადვოკატებმა გუშინაც გაავრცელეს. სასჯელსრულების მეცხრე დაწესებულებიდან საავადმყოფოში კი ის გვიან ღამით გონების დაკარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევების დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ისევ შეიკრიბებიან სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმები და სწორედ კონსილიუმით გადაწყდება, რამდენ ხანს დატოვებენ დეკანოს გიორგი მამალაძეს სამედიცინო დაწესებულებაში. მადლობა ნათია, ჩაფიძის გულის კლინიკიდან ნათია ქენქაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.